ორი ახალი ამბითა ვარ მოსული. აქედან ერთი სიყვარულს ეკუთვნის, მეორე კი ფულს, რომელიც დავიწყო. მოდი გემრიელი ლუკმა ბოლოს მოვიტოვოთ. იცი პრინციპში ვისთვის რომელია გემრიელი ფული თუ სიყვარული, მაგრამ მე მაინც სიყვარულს მივანიჭებ უპირატესობას. ფული კი გვჭირდება ორი მიზნისთვის. პირველი ეს არის აუცილებლობა და მეორე ფუფუნება. მოკლედ, ვისაც აუცილებლად სჭირდება და ვისაც ფუფუნებისთვის სჭირდება, ძალიან მოკლედ შევძლებ ეხლა თქვენს გახარებას. მოკლედ ასე. რა არის ამისათვის საჭირო? ვიღებთ ფლომასტერს ან ნებისმიერ საწერ კალამს და მარცხენა ხელის მაჯაზე ვიწერთ ჩვენი დაბადების წლის ბოლო ციფრს. ჩემო ძვირფასებო, ჩემს შემთხვევაში ის არის ორიანი. და შემდეგ, ორიანი როგორ იწერებათ, იცით, არ ვიცი, როგორ ატირებ, როგორ ხუთიანი ჩანს. რა მნიშვნელობა აქვს ყოველგვარი ხუმრობის გარეშე და ირგვლივ გავუკეთებთ წრეს. რა საკვირველია, ვეტყვით აი ესეთ სიტყვებს, ჩემი სტიქიის ძალას ვიხმობ მომგებიანი საქმისათვის. დაე იყოს ასე, მადლობა. გასაგებია. ეხლა შეეხება საზღვაროს, რომელსაც სიამონებით მოგეღვებით და გეტყვით. ეს რიტუალი არ არის, ეს უბრალოდ პირდაპირ არის ჩემთან კავშირში, ანუ ჩემთან არავითარ შემთხვევაში ტაროსთან კავშირში და მე შევძლებ თქვენთვის გავაკეთო ოღონდ პირადი კონსულტაციის ფარგლებში და თუ ვისაც ეს უნდა, მხოლოდ ეს საკითხი უნდა, რატომ მოვიდა მის ცხოვრებაში ადამიანი? თუ არის ის შეცდომა, რატო ხვდებით ერთმანეთს სასიყვარულო პარტნიორები? ეს არის სწორი, თუ ეს არის შეცდომა. ამის გამოანგარიშება შეიძლება ძალიან მარტივად. ბედისგან არის ადამიანი თუ შეცდომისგან. მე ამას ჩემი ალგორითმების თანდასწრებით და დახმარებით მაღალი არგანებზე მუშაობით აუცილებლად დავადგენ. საჭირო არის რაღაც მონაცემები და თქვენი სურვილი. ძალიან ზუსტია, ძალიან მაგარია, ახლა გამოგვეყდა ამ ჩვენს ეზოთერიკულ ტაბლოიდებზე, რაც ავიტაცე, ვთარგმნე და მოგართვით. რასაკვირველია, სრული პასუხისმგებლობით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ მოვიდა ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? ის ბედისგან არის, თუ გვერდით მარცხენა მხარზე რო გვისის ეშმაკისგან და თუ აპირებთ ვინმეს ცხოვრება დაუკავშიროთ, აუცილებლად გაშიფრეთ ეს. ტაროებმა 800 წელია დააგროვეს გამოცდილება და ეხლა გაცხადების პერიოდში ჩუქნიან ჩვენ ამ ფასდაუდებელ საგანძურს. მე თქვენი მგზავრები ვიქნები და უბრალოდ გადმოგცემთ ამ წერილს. ვიქნები ტაროსა და თქვენ შორის პატარა მორჩილი კურიერი. დავირეკეთ დამგავშირლით არა მარტო ამ თემაზე, სხვა ბევრ და საინტერესო თემებზე ორიანს ვიწერთ და ველოდებით ფულს. ორიანი არ დაიწეროთ. ჩემი დაბადების წელი თავდება ორიანზე. ასე მხიარულობა ჩავაქცოთ რაღაცეებში. არ შეიძლება ეს რაღაც დაყენებული სახეებით, ისედაც სევდანაღველი გარს გვაკრავს, ისედაც დასაბულია სამყარო. ჩვენ რას ვეკეთებთ? ვადებთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ თავს არ მოგაწყენთ. თიშავ, მიყვარხართ.